დათანხმდება თუ არა რუსეთი მშვიდობას საუდის არაბეთში უკრაინასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევის შემდეგ ბურთი ახლა რუსეთის მოედანზეა. შეერთებული შტატების პოზიციით რუსეთ-უკრაინის ფრონტის ხაზზე 30 დღის განმავლობაში ცეცხლის სრული შეწყვეტა უნდა მოხდეს. უკრაინა შტატების წინადადებას დათანხმდა, რის გამოც ამერიკამ მას სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარება და სამხედრო დახმარება აღუდგინა. საუდის არაბეთში შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე შტატების სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ თქვა, რომ საკუთარი პოზიცია ახლა რუსეთმა უნდა დააფიქსიროს. Today we made an offer that the Ukrainians have accepted. ჩვენ ვაპირებთ მათ ვუთხრათ, რომ ეს არის ის, რაც მაგიდაზეა. უკრაინა მზად არის შეწყვიტოს ცეცხლი და დაიწყოს საუბარი. ახლა კი მათი გადასაწყვეტია. თქვან დიახ ან არა. იმედი მაქვს, რომ ისინი იტყვიან დიახ. ბურთი ახლა მათ მოედანზეა. და თუ ისინი ამას გააკეთებენ, მაშინ ვფიქრობ, ჩვენ მივაღწევთ დიდ პროგრესს. თუ ისინი იტყვიან არა, მაშინ ჩვენ სამწუხაროდ გვეცოდინება რა არის დამაბრკოლებელი აქ მშვიდობის დამყარებაში. ასე რომ ჩვენი იმედია, რომ რუსები უპასუხებენ დიახ, რაც შეიძლება სწრაფად, რათა მივაღწიოთ მეორე ფაზას. ეს არის რეალური მოლაპარაკება. არა დაუსრულებელი დიალოგი, საუბარი სამუდამოდ, არამედ რეალური მოლაპარაკებები ამ კონფლიქტის დასასრულებლად ისე როგორც მისაღები მდგრადი და რაც უზრუნველყოფს უკრაინის სტაბილურობას და უსაფრთხოებას გრძელვადიან პერსპექტივაში. დათანხმდება თუ არა რუსეთი 30 დღით ფრონტის ხაზზე ცეცხლის სრულ შეწყვეტას. ამის გასარკვევად ამერიკული მხარე რუსეთთან მოლაპარაკებებს აპირებს. შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის წარმომადგენლების შეხვედრა უახლოეს დღეებში გაიმართება. ტრამპის განცხადება Sky News-მა გაავრცელა. მოსალოდნელი შეხვედრის შესახებ საუდის არაბეთში მარკო რუბიოსთან ერთად გამართულ ბრიფინგზე შტატების პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკ ოლცმა ისაუბრა. Just think about it. დღევანდელი დღე იყო უზარმაზარი ნაბიჯი პრეზიდენტ ტრამპის მცდელობაში უკრაინის ომის მშვიდობიანი გადაწყვეტისაკენ. უკრაინის მთავრობა დათანხმდა 30 დღიან ცეცხლის შეწყვეტას. ჩვენ მოუწოდებთ რუსეთის მთავრობას შეუერთდეს პრეზიდენტ ტრამპის მშვიდობის ხედვას. ვაპირებთ, რომ რუსულ მხარეს მომდევნო ნაბიჯებთან დაკავშირებით შევხვდეთ. უახლოეს დღეებში ჩემს რუს კოლეგას გავესაუბრები. უახლოეს რამდენიმე დღეში მარკო რუბიო შეხვდება დიდი შვიდეულის საგარეო საქმეთა მინისტრებს. 13 მარტს თეთრ სახლს ეწვა ნატოს გენერალური მდივანი და ჩვენ პროცესის შემდგომ განვითარებაზე ვიმუშავებთ. სააგენტო როიტერის ინფორმაციით, რომელიც მან კრემლის მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით გაავრცელა, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინაში 30 დღიან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შტატების წინადადებას არ დათანხმდება. დღესვე რუსეთის პრეზიდენტის პრეზმდივანმა დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ რუსეთს არ სურს შეთავაზებულ მშვიდობასთან დაკავშირებით წინასწარი მსჯელოს. მისივე თქმით, კრემლის საუდის არაბეთში ამერიკასა და უკრაინას შორის შეხვედრის შედეგებს ყურადღებით სწავლობს. შეხედეთ, თქვენ ცოტა წინ მიდიხართ. ჩვენ არ გვინდა ამის გაკეთება. გუშინ პრესასთან საუბრისას რუბიომ და უოლცმა თქვეს, რომ სხვადასხვა არხებით გადმოგცემენ დეტალურ ინფორმაციას ქალაქ ჯედაში გამართულ მოლაპარაკებების შესახებ. ჩვენ ჯერ ეს ინფორმაცია უნდა მივიღოთ. ჩვენ ამ დღეებში ასევე დაგეგმილი გვაქვს კონტაქტი ამერიკელებთან, რომლის დროსაც ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ სრულ ინფორმაციას მივიღებთ. საუდის არაბეთის ქალაქ ჯედაში ამერიკის შეერთებული შტატებისა და უკრაინის დელეგაციებს შორის შეხვედრა 11 მარტს გაიმართა. მხარეებს შორის მოლაპარაკებები, რომელიც 8 საათს გაგრძელდა, რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტისა და სამშვიდობო შეთანხმების საკითხებს ეხებოდა. მოლაპარაკებებისას მხარეებმა ასევე განიხილეს ცეცხლის შეწყვეტის დროს ჰუმანიტარული ძალისხმევის მნიშვნელობა, მათ შორის სამხედრო ტყვეების გაცვლა, დაკავებული მშვიდობიანი მოსახლეობის გათავისუფლება და რუსეთში იზოლებით გადაადგილებული უკრაინელი ბავშვების დაბრუნება. გარდა ამისა, დელეგაციები შეთანხმდნენ, რომ განისაზღვროს მომლაპარაკებელი ჯგუფების შემადგენლობა. და უკრაინაში მყარი მშვიდობის მისაღწევად მოლაპარაკებები დაუყოვნებლივ დაიწყონ. მოლაპარაკებების შედეგები დადებითად შეაფასა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. Щойно була доповідь нашої делегації. ჩვენი შეთავაზება ამერიკელებთან შეხვედრაზე იყო სამი რამ: სიჩუმე ცაში, რაკეტები, ბომბები, დრონები, სიჩუმე ზღვაში და რეალური ზომები, ნდობის გასამყარებლად პირველ რიგში ტყვეების გათავისუფლება. ამერიკულ მხარეს ესმის ჩვენი არგუმენტები და ეთანხმება შეთავაზებას. მადლობა პრეზიდენტ ტრამპს შეხვედრის კონსტრუქციულობისთვის. დღეს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა წარმოადგინა კიდევ უფრო ფართო შეთავაზება, რომ ვცადოთ ცეცხლის სრულად შეწყვეტა 30 დღით. არა მხოლოდ რაკეტების, დრონების და ბომბების, არა მხოლოდ შავ ზღვაში, არამედ ფრონტის მთელ ხაზზე. უკრაინა იღებს ამ წინადადებას. მას პოზიტიურად მივიჩნევთ. ზადვართ ამ ნაბიჯისთვის. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უნდა დაარწმუნოს რუსეთი ეს გააკეთოს. ჩვენ თანახმოვართ თუ რუსეთიც დათანხმდება. ამ მომენტში სიჩუმე იმუშავებს. დღევანდელი საუბრის მნიშვნელოვანი ელემენტი ამერიკის შეერთებული შტატების მზაობა განაგრძოს უკრაინის თავდაცვისთვის დახმარება, სადაზვერვო მონაცემების ჩათვლით. უკრაინა მზად არის მშვიდობისთვის. რუსეთმა უნდა აჩვენოს ომის დასრულების მზაობა, ან განაგრძოს ომი. სრული სიმართლის დროა. მადლობა ყველას, ვინც უკრაინას ეხმარება. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ანდრეის ერმაკის თქმით, ცეცხლის შეწყვეტის დეტალებზე მსჯელობა უკრაინულ და ამერიკულ მხარეებს შორის მომავალ კვირას დაიწყება.